და არც საშუალო ბიუროში არ არის ცნობა იმის თაობაზე, რომ ბატონმა გიორგი გახარიამ შეასრულა კომისიის კანონიერი მოთხოვნა, რომ დღეს 12 საათზე გამოცხადებულ იყოს ხდომაზე. მე მინდა საზოგადოებისთვის და კომისიის წევრებმა კი იციან პროცედურა შევახსენო ყველას. ჩვენ ბატონ გიორგის გავუგზავნეთ შეტყობინება სხვადასხვა საშუალებით. ეს იყო, რა თქმა უნდა, სატელეფონო კონტაქტი, ეს იყო საფოსტო მომსახურება და სამ შემთხვევაში მივიღეთ დადასტურება იმისა, რომ მან იცოდა, რომ დღეს 12 საათზე უნდა გამოცხადებულიყო და ეს იცოდა მაშინ როცა იმყოფებოდა საქართველოში. პირველი ეს გახლდათ მასთან გაგზავნილი სატელეფონო შეტყობინება, რომის იყო ხელმეორედ დაბარებული, რომლის საპასუხოდაც მან თავის წარმომადგენელს, ასისტენტს დაარეკინა ჩვენი სამდივნოს წარმომადგენელთან. წარმომადგენელმა გაკვირვება გამოხატა, რატომ იყო გახდა საჭირო მეორედ მისი დაბარება. ეს ადასტურებს იმას, რომ ბატონი გიორგი გაეცნო იმ ტექსტურ შეტყობინებას, რომელიც მას გაეგზავნა. ახსნილი იქნა ის საკითხები, ჩორჩანის ეპიზოდი, საერთაშორისო საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე წარმოებული საქმიანობა და მისი როლი 2012-2025 წლებში, რომ ეს თემები იყო განსახილველი. ამის შემდეგ ჩვენ უკვე წერილობითი შეტყობინება საფოსტო ოფიციალური კომისიის სახელით, როცა ჩვენ ვიმსჯელებთ ხოლმე და მივიღებთ გადაწყვეტილებას სამუშაო შეხვედრაზე, თქვენ იცით, რომ ეს გადაწყვეტილება იღებს კომისიის თავმჯდომარის მიერ ხელმოწერილი წერილის ფორმას და ეგზავნება ყველა პირს. ეს გამონაკლისი არ დაგვიშვია აქამდე და ყოველთვის ჩემი ხელმოწერით იგზავნებოდა ხოლმე წერილი, როცა იგზავნებოდა, ასე ამ შემთხვევაშიც წერილი გაიგზავნა რეგისტრაციის მისამართზე. რეგისტრაციის მისამართზე მას დახვდა, ფელდეგერს დახვდა ბატონი გიორგის მშობელი, რომელმაც ხელი მოაწერა საბუთს, რომ ის იღებდა პასუხისმგებლობას მისთვის ეცნობებინა წერილის შინაარსის შესახებ და გადაეცა ეს წერილი. და ამის შემდეგ უკვე 16 ივნისს თბილისში, წავკისში პირადად ბატონმა გიორგი გახარიამ თავისი ხელმოწერის ქვეშ ჩაიბარა შეტყობინება, რომ დღეს 23 ივნისს 12 საათზე უნდა ყოფილიყო ჩვენთან ერთად. მას ამ დროს, როგორც ამას ადასტურებს ფელდეგერის მიერ შედგენილი ოქმი, არავითარი მინიშნებაც კი არ გაუკეთებია იმასთან დაკავშირებით, რომ ის ან ვერ მოვიდოდა, ან არ მოვიდოდა, ან ქვეყნიდან გამგზავრებას აპირებდა. პირიქით, როგორც ფელდეგერი გვიამბობს, სამდივნოს უთხრა ძალიან კულტურულად, ზრდილობიანად, თანამშრომლობით განწყობაზე მყოფმა ეს წერილი ჩაიბარა და ხელიც მოაწერა. ამის შემდეგ რამდენიმე დღეში, რეალურად 2 დღის წინ, იგივე წარმომადგენელი უკავშირდება სამდივნოს და ეუბნება, რომ გიორგი გახარიამ ქვეყანა დატოვა და რომ ის შესაბამისად ვერ გამოცხადდება ორშაბათს და ითხოვს, რომ მოხდეს მისი ჩართვა. თავიდან მოთხოვნა თუ შუამდგომლობა იყო ასეთი, რომ 23-ში ვერ ჩაერთვება, მაგრამ მომდევნო დღეს რომელიმე დღეს ჩაერთვება, იმიტომ რომ ის არაერთი კვირის მანძილზე არ აპირებს ქვეყანაში დაბრუნებას. ცოტა ხანში მოთხოვნა შეიცვალა და იყო, რომ ჩვენ ვაპირებთ თანამშრომლობას კომისიასთან და 23-ში დათქმულ დროს რა კი ვერ მოდის, ამიტომ ჩაერთვება. ანუ 12 საათზე. ამის შესახებ ჩვენ ვიმსჯელეთ კომისიის წევრებმა და ისევ ჩემი ხელმოწერით მას გაეგზავნა პასუხი იმ წერილზე, რომელიც ამასობაში ოფიციალურადაც შემოიტანეს, რომ 23-ში ჩაგვდეთ 12 საათზე და გაეგზავნა პასუხი კომისიის სახელით, რომ ეს არ იყო დაკმაყოფილებული და დღეს ის ფიზიკურად უნდა გამოცხადებულიყო 12 საათზე.
როგორც იგყვება, ახლა კი არის უკვე რაც მე 10 წუთია ვსაუბრობ, პირველის ნახევარია ის ისევ არ არის მობრძანებული. გუშინ გავრცელდა ასევე განცხადება, რომ ის ვერ მოვა, ითხოვს ონლაინ ჩართვას და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, რას ვაკეთებთ, ან უნდა ვუყაროთ კენჭი და ეს საკითხი გადავაგზავნოთ პროკურატურაში. ან კიდევ მივიღოთ სხვა ტიპის მიდგომა ავირჩიოთ. ჩვენ მოდით ბევრსაც ნუ დავხარჯავთ ამაზე დროს ქალბატონები გველოდებიან, მაგრამ პატარა დისკუსია გავმართოთ და რასაც გადავწყვეტთ, ისე ვიმოქმედებთ. ბატონი თენგიზი. ალბათ ბატონო თავმჯდომარე, მე ამის თაობაზე მომიწია ჟურნალისტებთან ურთიერთობაზე გარკვეული აზრი იქაც თქვი. რაც შეეხება ონლაინ ჩართვას, მისი წარმომადგენლებიც ამ თემებზე საუბრობენ პრესასთან და ბევრს აინტერესებს. ეს არ არის ორდინალური შემთხვევა. ჩვენთან ჩართვაზე ვინც არის ნამყოფი კომისიაზე, ის არის ან დაზარალებული თვითონ, რომელმაც უმძიმესი წუთები გადაიტანა ამ პერიოდის განმავლობაში. ან არის ინფორმაციის მატარებელი. ახლა მოწმეს ვერ დავარქმევ, იმიტომ რომ ახლა მოწმე საპროცესო კოდექსში ცოტა სხვა რამეა, მაგრამ თავისი არსით მოწმე. იმისა, რომელიც არის ინფორმაციის მატარებელი და გადმოგვცა. ეს არ შეიძლება ამ რიგის შემთხვევა იყოს და ნუ გაუკვირდებათ, რომ ჩვენ ამას ონლაინ ჩართვას თუ არ დავეთანხმებით და არ დავეთანხმეთ. იმიტომ რომ ეს კაცი არის პასუხისმგებელი, რომ მილიონი კვადრატული მეტრი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია ჩამოშორდა სახელმწიფოს კონტროლს და ეს ტერიტორია დაიკავეს ოკუპანტებმა. ეს არის უმძიმესი საკითხი. ეს 10ჯერ და 100ჯერ უფრო მძიმე საკითხია, ვიდრე რაღაც ქონების ჩამორთმევა, უკანონო და წართმევა. აქ არის ლაპარაკი, რომ ის ტერიტორია, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებდა და ჩვენი სახელმწიფო აკონტროლებდა, გარკვეული ქმედებების შედეგად აღმოჩნდა ოკუპანტის ხელში. ამიტომ არის ის ხელმეორედ დაბარებული. ეს მინდა რომ მოსახლეობამ კარგად გაიგოს. ის მოვიდა აქ და გვიმტკიცებდა, არსებობს ეს ჩანაწერი ინტერნეტში ძევს და ყველა შეუძლია ეს ნახოს. რომ არაფერი მისი ქმედებიდან გამომდინარე საქართველოს არ უზარალია. არაფერი ისეთი არ მომხდა რა არაორდინალური პირიქით ამტკიცებდა რომ გაამყარა იქ სიტუაცია. იქ რომ ეს მილიონი კვადრატული მეტრი ტერიტორია დაიკარგა კონტროლის თვალსაზრისით. ამაზე მოწმეებიც მეტყველებენ, ეხლა მოწმეები იმიტომ მოვიყვანეთ რომ საზოგადოებას გაეგოთ რომ ისედაც კარგად ვიცოდით და ჩვენთვის ეს ცნობილი იყო, მაგრამ იქ მაცხოვრებლები პირდაპირ ადასტურებენ ამას. მოდიან და ამ თემებზე ლაპარაკობენ. რას შეეძლოთ გაეკეთებინა და რა არა. კიდევ ის კაცი პასუხისმგებელია იმაზე, რომ ამ ტერიტორიაზე მარტო რაღაც ჩვენი მოქალაქეების არ შეშვება კი არ ხორციელდება. საგუშაგოები ჩაიდგა უამრავი. 5 საგუშაგო ჩაიდგა და 1 მოძრავი საგუშაგო დაემატა. აი ეს მოძრავი ოკუპანტის მხრიდან. და ეს მოძრავი საგუშაგოებია ის დროდადრო რომ იტაცებენ ჩვენ მოქალაქეებს და ხანდახან ცხინვალის ციხეში აღმოჩნდებიან და მე სახელმწიფოს უზარმაზარი ძალისხმევა საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით ჭირდება იმისთვის რომ როგორმე ვთქვათ ამ უკანონო პატიმრობიდან გამოვიყვანოთ და აი ამ ყველაფერზეა პასუხისმგებელი. და ასეთ შემთხვევაში ონლაინ ჩართვა და რაღაცა შოუების მოწყობის საშუალება მას არ უნდა მიეცეს. ეს არ იქნებოდა ადეკვატური და ეს არ იქნებოდა სამართლიანი და სწორი. ის უნდა მოვიდეს აქ და საზოგადოებას პასუხი გასცეს იმ დამატებით შეკითხვებზე, რომელიც გაჩნდა სხვა დამატებითი ჩვენებების და ესე გახსნა გამარტების მიღების შემდეგ. ეს და პატარა დეტალი ვთქვათ მე ჩემას ყველა იტყვის ალბათ. მიუხედავად ამისა, ყველამ რომ ძალიან კარგად გაიგოს, რომ ჩვენთვის არ არის იარაღი არ გამოუცხადებლობაზე ვიღაცის ვთქვათ ციხეში გაშვება ან რაღაც მისი პატიმრობა. ყველა დანარჩენზეც ასე გავაკეთეთ. ხომ გახსოვთ, ერთხელ რომ ვერ შეძლეს გამოცხადება, რაღაცა სხვა ვადა შევთავაზეთ, მაგრამ ეს მათი არჩევანი იყო. ხელმეორედაც ოფიციალურად განაცხადეს არ მოვალთო და არავითარი შეთავაზება არ იმასგეს. ჩემი აზრით, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩართვა გამორიცხულია, ჩართვა არ უნდა მოხდეს. იმ არგუმენტების გამო, რასაც მე ვამბობ. რაღაცა გონივრული ვადა კიდევ ერთხელ შევთავაზოთ, თუმცა ჩვენ შეგვიძლია რომ ეს არც კი გავაკეთოთ, მაგრამ ჩვენ ისე ვამბობ, ჩვენ გვინდა სიმართლის გაგება და მისგან სიმართლის მოსმენა აქ და არა, თქვათ, წინაპირობების შექმნა, რომ როგორმე ის რაღაცა საპატიმროში აღმოჩნდეს. ეს არ არის ჩვენი ამოცანა. და ეს სხვა სამართლებრივ პროცედურებს მოითხოვს და იქ გაარკვიოს, სადაც ეს სამართლებრივი პროცედურები მიდის. მივცეთ რაღაცა გონივრული ვადა,
და თუ ის კვლავ გადაწყვეტს რომ თავი აარიდოს და მოსვლას კონსტიტუციური მოვალეობის შესრულებას, იმიტომ რომ კანონიერი მოთხოვნა რას იწვევს, ეს კონსტიტუციაში წერია და არა მხოლოდ რეგლამენტში რაღაცებს რომ გონიათ. და რომ ის ვალდებული აქ მოვიდეს და საკანონმდებლო ორგანოში საზოგადოებას გასცეს პასუხი და კომისიას გასცეს პასუხი, კიდევ ერთი შანსი მივცეთ გონივრიული ვადით. თუ მე მაინც არ გააკეთებს, ეს კიდევ ერთხელ იმეტყველებს იმაზე, რომ ის უპასუხისმგებლოდ იქცევა და უპასუხისმგებლოდ ვიც იქცევა საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის წინაშე, მაშინ აგოს პასუხი, რასაც ითვალისწინებს უპასუხისმგებლოდ მოქცევა ასე დროს. მადლობთ. მადლობა. აქვე დავძენ ბატონმა თენგიზმა ბრძანა, რომ ჩართვა არ უნდა იყოს. ჩვენ ვიხილეთ არა მხოლოდ სამდივნოსთან კომუნიკაციაში, არამედ საჯარო განცხადებაშიც გუშინ მისმა პარტიამ თქვა, რომ ადრე ჩვენ შემოგთავაზაო კომისიამ ჩართვაო. მე მინდა განვმარტო საზოგადოებისთვის, რომ პირველ ჯერზე, როდესაც ჩვენ შეტყობინება გავაგზავნეთ, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვიცით, ვინ არის საქართველოში წინასწარ და ვინ არა, როცა ვაგზავნით შეტყობინებას. აღმოჩნდა, რომ შეტყობინების გაგზავნის მომენტში ის უკვე იმყოფებოდა საზღვარგარეთ. და როდესაც პასუხი მივიღეთ, რომ კი მოვიდოდი, მაგრამ საზღვარგარეთ ვარ, მაშინ ჩვენ ვუთხარით, არ ვიცოდით რა წინასწარ რა სიტყოდა და რა ინფორმაციას მოგვაწოდებდა და შემდეგ უკვე გავიგეთ, რომ არაერთი სრულ თუ არასწორი ინფორმაცია მოგვაწოდა. მაშინ ვუთხარით, რომ კი ბატონო, მაშინ ჩაერთე. ამაზე გითხრა, რომ არა მოვალ. ეს იყო მთელი ისტორია პირველ დაბარებასთან დაკავშირებით და შემდეგ მოვალ არ მოვალ ამაზეც იყო ასე ვთქვათ სუსპენსი და მთელი ამბავი პოლიტიკური ასე ვთქვათ პერიპეტია და ბოლოს გამოცხადდა. აქ სიტუაცია არის აბსოლუტურად სხვა. ის იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე, როდესაც მიიღო შეტყობინება, დაადასტურა და არაფერი არ უთქვამს, რომ ან დაგეგმილი აქვს უცხოეთში ვიზიტი და მხოლოდ როდესაც დატოვა საქართველოს ტერიტორია, მერე შეგვატყობინა, რომ მე წავედი ქვეყნიდან და ვერ მოვალ და მოდი ჩამრთეთ. ეს არის აბსოლუტურად სხვადასხვა სიტუაცია და სხვადასხვა, რომ ერთმანეთთან ვერ შედარდება და ანალოგია ვერ გაკეთდება. ესეც მაინც რომ მსჯელობისას ვიცოდეთ. ბატონი გურამი და კიდევ ის სურს თქმა. კი ბატონო, ბატონი გურამი. კი ბატონო, დიდხანს მეც არ დავხარჯავ დროს ვეთანხმები ბატონ თენგის, რა თქმა უნდა, ფიზიკურად მოსვლა ამ შემთხვევაში აუცილებელი კიდე იმიტომაც არის, გარდა იმ ძირითადი არგუმენტებისა, რაც ბატონმა თენგიზმა თქვა და ქალბატონმა თეამ, რომ საზოგადოებამ საქართველოში უკვე დაინახა, გაიგო, რომ ამ ჩორჩანას საკითხთან დაკავშირებით არის წინააღმდეგობები ადგილობრივ მოსახლეობის ჩვენებასა და გახარიას ჩვენებას შორის. ეხლა საქართველოს საზოგადოება ვის დაუჯერებს ახლა, ვინც იქ ცხოვრობს, ის ხალხი უფრო კარგად ხვდება რა ტერიტორიაზე მიდის და მოდის და რა ტერიტორია დაიკარგა, ის კონტროლიდან გავიდა, თუ გახარია, რომელიც ალბათ იმის მერე იქ აღარც ყოფილა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, კომისიის წევრების კითხვებზე პასუხები რომ არ ქონდა და მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად მიხვდა ის, რომ მძიმე იქნებოდა მისთვის ამ კითხვებზე პასუხების გაცემა, ალბათ ვერც გასცემდა. ვფიქრობ, ამიტომ აქვს ასეთი პოზიცია, რომ რაღაცა იქ ჩართვა, ჩავერთვები იქიდან, მე შეიძლება რაღაცა ტექნიკური ხარვეზი მოიმიზეზოს და ეხლა მე ვეღარ ჩავერთვები და ასე შემდგომ, მაშინ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ამიტომ კი ბატონო, მეც მაგაზე ვარ ბატონ თენგის, თუმცა ეს გონივრული ვადა, ვფიქრობ, რომ არ უნდა იყოს ძალიან ბევრი. ვფიქრობ, რომ 2-3 დღე, 4 დღე საკმარისია იმისთვის, რომ ვიმეორებ. 3 დღეა წასულია თუ 2 წლები, ხო, დაახლოებით. და ეხლა 1-3 დღეში, 4 დღეში ჩამოვბრძანდეს აქ 2 საათი და მე წავიდეს სადაც უნდა. ეხლა იმედი მაქვს, რომ ახლო აღმოსავლეთის მშვიდობის დასამყარებლად არ მიიწვიეს ეგ უცხოეთში და მაგის გარეშე ეხლა ცეცხლის შეწყვეტის საკითხი არ გადაწყდება, ეს არ არის და თუ თავის პირადი საკითხები აქვს, თუ გნებავთ თავის პირადი პოლიტიკური საკითხები, გაარკვიოს, მაგრამ კომისიაზე ჩამოვბრძანდეს
და 2 საათით აქ თუ საათნახევარი ამდენიც იქნება და მე ისევ წავიდეს, მაგრამ გონივრული ვადა ვფიქრობ, რომ არ უნდა იყოს უსაშველო. კი ბატონო, თქვენ ახსენეთ ტექნიკური ხარვეზი და წმინდა ლოგისტიკურად რომ ვიმსჯელოთ, არც ის არის გამორიცხული, რომ მაგალითად გაითიშოს ან ეს მოხდეს განზრახ. ამიტომ ჩვენ გვჭირდება რომ უკაცრავად ხავთ უნდა გაწყვეტინებთ აქიდან გარბოდა და აქ იყო და აქიდან გარბოდა წავედიო და ეხა იქიდან ვერ მოახერხებს იმას რომ უიო გაითიშა არ გაითიშა ასე რომ მაგის ეს манипуляციები უკვე ცნობილია და ეს არგუმენტიც არის კიდე იმისთვის რომ ჩართვა არ შეიძლება ჩართვა ჩვენ აქამდე ბატონმა თენგიზმა ახსენა რომ დავაზუსტოთ ქონია მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც პირი იმყოფება საპატიმროში მაგალითად ნიკა გვარამია დაბარებულია და მას შევთავაზეთ რომ რუსთავის დაწესებულებიდან ჩაერთოს 30-ში დილით 9 საათზე. სხვა პატიმრებიც ყოლია ჩართულები. დღეს და წინა შემთხვევებში გამოგვიყენებია ჩართვა მაგალითად დავით ბაქრაძე, რომელიც ვერ მიატოვებს თავის სამსახურს და არის გაეროში წარმომადგენელი ჩვენი ელჩი, შესაბამისად ის ჩავრთეთ. და სხვა შემთხვევაში ჩართვა რაც ქონია არც ერთი არ ყოფილა ანალოგიური, როდესაც პირს შევატყობინეთ საქართველოში მობძანდიო, ის წავიდა ქვეყნიდან და ქვეყნის გარედან დაგვიწყო ლაპარაკი, რომ წავედი და ჩამრთეთო. ამიტომ აქ ვერ პოულობთ ანალოგიას, თორემ მე დარწმუნებული ვარ, რომ მივყვებოდით ამ ანალოგიას, რომ გქონდეს ან იყოს გამართლებული. შესაბამისად, თუ ყველა იმ იდეას ვემხრობით, რომ ჩართვა არ შევთავაზოთ, მაგრამ გვაქვს ორი ვარიანტი. ბატონმა თენგიზმა თავისი პოზიცია თქვა და ბატონი გურამიც მე მგონი ამას იზიარებს, რომ მივცეთ დამატებითი ვადა და გამოცხადდეს. ან შეგვიძლია დღესვე გადავაგზავნოთ პროკურატურაში. უყაროთ მაშინ ორივე საკითხს კენჭი, ვინ არის მომხრე, რომ დღესვე გადაიგზავნოს მოთხოვნის შეუსრულებლობასთან დაკავშირებული საკითხი საქართველოს პროკურატურაში შემდგომი რეაგირებისთვის. არავინ როგორ ჩანს დავიბაროთ კიდევ ერთხელ, მაშინ თქვენ კი იცით დაგვრჩა ჩვენ ორი ასეთი ფორმატის ხდომა, თუმცა საზოგადოება ვინც გვისმენს, მე მინდა მათ უთხრა, რომ არაერთი პირი არის კვლავ გამოსაკითხი და ჩვენ 3-3 წევრის კონფიგურაციით, რისი შესაძლებლობაც რეგლამენტით გვაქვს, ვიმუშავებთ განცხადებებზე, იქნება კონტაქტი და დასკვნას ჩვენ თუ კი პარლამენტი დაგვიკმაყოფილებს 5 აგვისტომდე ვადის გაგრძელებას დავამტკიცებთ მხოლოდ 4 აგვისტოს. ამიტომ დღეიდან 4 აგვისტომდე ჩვენ ვარსებობთ კიდევ, იმიტომ რომ არაერთი მოქალაქე გვისმენს და მათი სურვილია რომ ჩვენ გვემუშაოს. ამისთვის დრო იქნება, მაგრამ ასეთი ფორმატით ხდომა ჩვენ გვაქვს 30-ში და გვაქვს 2 ივლისს. რა თქმა უნდა, თუ კი გვაქვს სურვილი, შეიძლება მანამდეც ჩავნიშნოთ კიდევ ერთი ხდომა და ვთქვათ ზეგ დავიბაროთ ბატონი, ხუჩაბაც დავიბაროთ ბატონი გახარია ზეგ, ხუჩაბაც თუ ჩავნიშნავთ 30-ში ან 2 ივლისს და მაშინ დიახ ბატონო ირაკლი, როდის ჯობს? მე მგონი რახან კიდე ახალი სპეკულაციები არ მოყვეს, მაქსიმალური ვადა მივცეთ, რომ არ თქვან, რომ რაღაცა ფრენა არ იყო, ბილეთი არ იყო, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ავიღოთ 2 ივლისი, ანუ ეს არის ფაქტობრივად 9 დღე და რა ვიცი, ახლა ყველანაირად გონივრული არის და ყველანაირად საშუალება ეძლევა ადამიანს, რომ დაბრუნდეს ქვეყანაში და მისცეს გამოცხადეს კომისიაზე. მეც თუ არის საშუალება კომისიის ასე ვთქვათ მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე თუ გვაქვს საშუალება რომ მაქსიმალური ვადით ვისარგებლოთ ამ შემთხვევაში და ეს იყოს 2 ივლისი მეც ბატონ ირაკლის მოსაზრებას რომ მაქსიმალური ვადა იყოს და ეს მაქსიმალური ვადა როგორც აღინიშნა არის 2 ივლისი მოდი იყოს 2 ივლისი რომ
ყოველგვარი ზედმეტი, ასე ვთქვათ, რაც ინსინუაციები გამოირიცხოს ამასთან დაკავშირებით და საზოგადოებისთვის გასაგებია რო იყოს, არ ვიცი მართლაც 9 დღე არის და ნუ წარმოუდგენელი არის თუ მართლა ვიზიტით ხარ ადამიანი 9 დღე შეუბრუნდა დაბრუნდა. მადლობა. ხო. თუმცა მან მისმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ის რამდენიმე კვირით არის წასული, ბევრი შეხვედრა აქვს და ასე შემდეგ, მაგრამ ეს მისი საქმეა. ჩვენი საქმე არის ის, რომ ჩვენ დავიბაროთ. 2 ივლისი უკიდურესია და მეგობრებო, იმიტომ რომ დღეს რა მომენტშიც გადაწყვეტილებას ჩვენ ვიღებთ და მსჯელობთ 5 ივლისს გვეწურება ვადა, ამიტომ მაშინ 2 ივლისზე შევჯერდეთ. ვინმე ხომ არ არის სხვა მოსაზრების მქონე? კი ბატონო, დიდი მადლობა, მაშინ ეს მიიღებს თქვენი ნებართვით უკვე თავმჯდომარის წერილის ფორმას და მიეწოდება დადგენილი წესით. დიდი მადლობა, სამდინოს ვთხოვ, რომ მოიწვიოს დარბაზში ქალბატონი ქრისტინე ქარდავა და მისი დედა ელისო